მოგესალმებით. როგორც მოგიხსენებათ, ახლახან დამთავრდა საერთო განცხადებები თურქმენის პრეზიდენტის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის თურქმენეთთან, სადაც 24-მდე სხვადასხვა დოკუმენტს, მნიშვნელოვან დოკუმენტებს, მემორანდუმებს მოეწერა ხელი და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სფეროში თანამშრომლობა და განსაკუთრებით ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფელი თანამშრომლობა, რომელიც გაგრძელდება და ვფიქრობთ, რომ ჩვენი ბოლოდროინდელი ალბათ თქვენთვის ყველასთვის შესამჩნევი ადვილად ურთიერთობა აზიის, განსაკუთრებით შუა აზიის ქვეყნებთან სწორედ ამას ემსახურება და ემსახურება საქართველოს ყველა მხრივ და შემთხვევით არ ვამბობ ამას დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერებას და პოზიციების გამყარებას რეგიონში. ახლა დავილოდებით თქვენს კითხვებს და გიპასუხებ სიამოვნებით. სოფო ბერძე, ტელეკომპანია იმედი. ჩემი პირველი შეკითხვა სწორედ თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტს შეეხება. თურქმენეთი შუა დერეფნის კონტექსტში არის საკვანძო ქვეყანა. აი ამ ნაწილში რამდენად მნიშვნელოვანი არის ამ თანამშრომლობის გაფართოება, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ამ დერეფნის განვითარებისთვის ბევრ რამეს აკეთებს ინფრასტრუქტურულ ნაწილში. ამ ორი დღის განმავლობაში ბევრჯერ იყო ნახსენები შუა დერეფანი. ამ მიმართულებით თანამშრომლობაზეც რომ გითხრათ. შუა დერეფანი დაკავშირებადობა, სატრანზიტო დერეფანი ასევე, ეს არის ის სიტყვები და ტერმინები, რომელიც ძალიან მოკლედ ასახავენ რეალობას, რომელიც საქართველოს გავლით სავაჭრო ეკონომიკურ სფეროში და სატრანზიტო უზრუნველყოფის სფეროში, სხვადასხვა ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებით არის ძალიან მნიშვნელოვანი. მართალია მაგალითად წინა დღეებში ეუთო საპარლამენტო ასამბლეას ეგონა რომ გეოგრაფიიდან საერთოდ უნდა გადაეშალათ საქართველოს, მაგრამ საქართველოს არის იქ, სადაც არის და მის გარეშე ამ სფეროში საუბარიც კი წარმოუდგენელია და საქართველოს ყოველთვის შეასრულებს განსაკუთრებულ როლს და მისიას შუა დერეფნის ნებისმიერ საკითხში. ნებისმიერ საკითხში ის არის სატრანზიტო ქვეყანა და ეს ისტორიული და გეოგრაფიული მისია მას ყოველთვის ექნება და ყველას მოუწევს ამის გათვალისწინება. ჩემი შემდეგი შეკითხვა შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ამერიკაში ვიზიტს მარკო რუბიოს მიწვევით ის მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობს ბრძოლა პოლიტიკური ტერორიზმის წინააღმდეგ. რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც უკვე ღიად დაიწყო საუბარი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომ პოლიტიკის საფარქვეშ ძალადობას ამართლებენ. საქართველოს გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით და როდესაც ეს განცხადებები გვესმის ვაშინგტონიდან, ამან რა ცვლილებები შეიძლება მოიტანოს? პირველი გიპასუხებთ იმაზე, რომ ძალიან სიმბოლურია, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმ ფონზე, როდესაც საუბარია ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზაციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან მის გვერდით დგას, სახელმწიფო მდივნის გვერდით დგას და ზოგიერთი ტელევიზია მას საერთოდ არ ამჩნევს მაგალითად, მაგრამ ამას განსაკუთრებულ ხარისხში ნუავიტანთ, ჩვეულებრივი ამბავია, ძალიან პოზიტიური, ხაზს ვუსვამ სიტყვებს შესაძლო ნორმალიზების გზაზე, ეს არის ძალიან კარგი ჟესტი მასპინძლების მხრიდან. მეორე, დიახ, საქართველოს აქვს ძალიან მწვავე და მწარე გამოცდილება იმასთან დაკავშირებით, რასაც ამბობენ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის თანამშრომლები, წარმომადგენლები, ხელმძღვანელები, განსხვავებით წინა ადმინისტრაციისგან, საქართველოს საკუთარ თავზე ძალიან მძიმედ გამოსცადა ის, რასაც დღეს შეიძლება ცოტა დაგვიანებით, მაგრამ ძალიან კარგია, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში საუბრობენ ჩვენი ამერიკელი კოლეგები. და ეს მწარე გამოცდილება, ეს ცუდი გამოცდილება ჩვენ გვეხმარება სწორი ანალიზის გაკეთებაში და რაც მთავარია, ქართველ ხალხს ეხმარება სწორი დასკვნების გამოტანაში. ამერიკის შემდეგ ევროპაზე მინდა გკითხოთ უფრო ზუსტად ეუთო საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე. საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ლიდერებისგან ვისმენთ განცხადებებს, რომ ეს რეზოლუცია ადასტურებს, რომ ეუთოც უკვე ჩაერთო საქართველოს წინააღმდეგ ერთობლივ კამპანიაში. პარალელურად ვნახეთ მსჯელობა შავი ზღვის რეგიონზე საქართველოს გარეშე. როგორ აფასებთ თქვენ ამ პროცესებს? გახსოვთ ალბათ, რომ
თავის დროზე ნაცებმა, რომლებმაც ტერიტორიები რუსებს ჩააბარეს და არა მხოლოდ ტერიტორიები, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხალხი საერთოდ გაწიეს გვერდით, იმისათვის რომ რაღაცნაირად პასუხისმგებლობა სხვისთვისაც გაეზიარებინათ, მოიფიქრეს ტერმინი მცოცავი ოკუპაცია. ანუ მათ რაც დაუკანონეს, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში დაუკანონეს, ანუ 2007 წლის გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილმა რა ფარგლებშიც მოაქცია დროებითი, მისი თქმით, დროებითი ადმინისტრაციული ერთეული, იმ ფარგლებში ბორდერიზაციას და ამის საფუძველზე ბორდერიზაციას, ამ მავნებლობას ოკუპანტის მხრიდან მათ პიარულად დაუპირისპირეს ტერმინი მცოცავი ოკუპაცია, რომ თავის დროზე მათი გათვლებით, პიარული გათვლებით, რა თქმა უნდა, პროპაგანდისტული გათვლებით შემოვარდნენ და მერე ცოცვით მოიწევენ წინ არ და ბორდერიზაციის ფარგლებში მავნებლობაზე გვაქვს საუბარი, ხომ და ოკუპაციაზე და ძალიან ცუდ შედეგებზე. ისევეა რაღაც დღეს ნელ-ნელა აფართოებენ წრეს საქართველოზე ზეწოლის. ახლა ეუთოს ჩაერთვა ამაში და თუ ის მცოცავი ოკუპაციაა და არ არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სხვა ცუდ ამბავთან გვაქვს საქმე, აქ, რა ვიცი, ხუმრობადაც არ გამოდგება, მაგრამ ვიტყოდი მაინც რაღაც მხტუნავი PR გათვლები ქონდათ საქართველოს გამოტოვებით, როგორ აკავშირებენ იმ ქვეყნებს, რომლებზეც ისინი საუბრობენ შავ ზღვასთან და შემდეგ ევროპასთან, წარმოუდგენელია გადაახტება ვინმე ამ ქვეყანას, როგორ უნდა მოხდეს ეს საქართველოს გარშე შავ ზღვაზე ლაპარაკი, აბსურდი აღარ არის, აბსურდი არის სხვა რაღაცები, რაც აქამდე ლაპარაკობდნენ. ეს არის უკვე თავხედური PR სულები, რომელსაც პროპაგანდის გარდა არანაირი დანიშნულება არ გააჩნია, არასერიოზულობის რაღაცა ახალი მწვერვალი არის დაპყრობილი ასეთი მიდგომით საქართველოსთან მიმართებაში. თუმცა ამას უნდა შევეგუოთ, რაც უფრო მეტად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო დამოუკიდებლობას, მის ხარისხს გაზრდის, უნდა ვიცოდეთ, რომ შესაძლოა პერიოდულად მით უფრო მძლავრი იყოს აბსურდთან გათანაბრებული ხარისხის ზეწოლები საქართველოს. ორ კითხვას შიდა პოლიტიკაზე დაგისვამთ და დავასრულებ. თვეზე მეტი ადმინისტრაციულ დავებს აქტიურად განიხილავენ სასამართლოები, სხვადასხვა ქალაქებში სიძულვილის ენასთან დაკავშირებულს და ახალი დეპარტამენტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აი ამ პროცესმა გარკვეულწილად სოციალურ ქსელში შეამცირა სიძულვილის ენა. ეს არის თუ არა ის შედეგი, რასაც ელოდით, როდესაც აი ეს ახალი დეპარტამენტი შეიქმნა, რეალურად გამოიღო თუ არა შედეგი ამ პროცესში. რა თქმა უნდა, ესე სტატისტიკურად რომ მივუდგეთ და ციფრების და რიცხვების დონეზე რომ მივიდეთ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად არის შემცირებული, მაგრამ ჩვენი მიზანი თქვა გულწრფელად რა არის. ყველასი ალბათ თქვენიც ალბათ შეიძლება მიზანიც იყოს და ნებისმიერი ქართველის, რომელიც თავის ქვეყანაზე ადამიანებს შორის ურთიერთობაზე და რაიმე პოზიტიურზე და არა ყოველდღიურად რაღაც ადამიანების ტვინში ნეგატიური ინფორმაციის ჩაწვეთებაზე ფიქრობს, არის ის, რომ ხალხმა, ადამიანებმა ერთმანეთის შეურაცხყოფა ნორმად არ მიიღონ და წესად არ დაიმკვიდრონ. და ამას ემსახურება სწორედ ეს მიდგომა. შეიძლება დღეს იყოს მკაცრი სამართლებრივი პოლიტიკა და მკაცრი სამართლებრივი გადაწყვეტა ამ მიმართებით, მაგრამ ეს გრძელვადიან, საშუალოვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს იმას, რომ ნორმად ვერ იქცევა შეურაცხყოფა. ამისათვის უნდა დაისაჯოს. რაღაც პერიოდის შემდეგ, შეიძლება 10 წლის შემდეგ, პირობითად, ეს იყოს მორალიდან გამომდინარე ქცევა ადამიანის, მაგრამ დღეს, როგორც ხედავთ, საჭირო გახდა, რომ სამართლებრივი უზრუნველყოფა უნდა მომხდარიყო ამ ყველაფრის. ამიტომ ძალიან კარგია, რომ ამას უკვე შედეგები აქვს, შემცირებულია სიძულვილის სიზღის გამომხატველი პოსტები სოციალურ ქსელებში, მიმართვები და ასე შემდეგ და ამ შედეგზე თუ გავალთ, ეს არის უდაოდ და უალტერნატივოდ ძალიან კარგი გადაწყვეტა, რაც ადამიანებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებასაც კი შეუწყობს ხელს და ყველამ უნდა იცოდეს, რომ რაც არ უნდა გარედან დაავალონ ვიღაცებს, ნორმა ვერ იქნება დედიზგინება და შეურაცხყოფა. ვერ იქნება გამოხატვის თავისუფლება, ვერ იქნება ადამიანის ღირსების შელახვა. წარმოუდგენელია. ამას შეეგუონ და მიიღონ ის კაცრი სასჯელი, რომელიც სახდელი უფრო სწორად ამ შემთხვევისათვის და შემდგომში თუ რეციდიულად მიყვებიან იგივე საქმიანობას, სასჯელიც, რომელიც ქართულმა სამართლებრივმა პოლიტიკამ ასე გადაწყვეტა.
და ბოლო კითხვისთვის მიწევს წაგიკითხოთ ნიკა გვარამიას ციტატა რამე რომ არ შემეშალოს. უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება უკრაინის აღდგენაში 10 წლების განმავლობაში. აი საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან. როგორ გაიგეთ? რაზე წუხს ნიკა გვარამია ამ შემთხვევაში? ნიკა გვარამია სინამდვილეს წუხს რომ ხელისუფლებაში არ არის. და კიდევ უფრო ძალიან და მაგრად არ და ვერ ჩაგრავს ქართულ ხალხს. რეალურად ამაზე წუხს, მაგრამ ეს წამოწდენა ნიშნავს იმას, რომ მისთვის და მისნაირებისთვის ქართველის სიცოცხლე, ისევე როგორც აღმოჩნდა ვიღაცებისთვის, არ დავაკონკრეტდები უკრაინელების სიცოცხლე, იყიდება ჩვეულებრივად და ძვირად შეუძლიათ გაყიდონ სიცოცხლე ადამიანების. ისინი ნერვიულობენ იმაზე, რომ როგორ არ ჩაერთო საქართველოს ომში და მე ადამიანების სიცოცხლით როგორ ვერ ივაჭრეს იმ ხალხთან, რომელიც არანაირ ტრილიონებს არავის ახარჯავს ჯერ ერთი. და მეორე რომც დახარჯოს ეს რა მორალური მიდგომა, ალბათ საზოგადოება ჩვენზე არანაკლებად კარგად ხვდება ამ ყველაფერს და მესამე, არანაირ საჩუქრებს ისინი ამის გულისთვისაც კი, აი ამ ამორალურ მსჯელობასთანაც კი მიყავართ მათ ასეთ მიდგომას, ამისთვისაც კი არავის ჩუქნიან. ალბათ გაავსებენ სესხებით და არა ტრილიონებით, ნაკლებით, გაცილებით, ოღონდ სესხებით, მერე მინერალებს, მერე სხვადასხვა რესურსებს, მიწას, წიაღისეულს და ასე შემდეგ წაიღებენ, გადაინაწილებენ და ამისთვის ბრძოლაში იქნებოდნენ ისინი წარმატებულები, ისინი რომ ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ. ეს არის მარტივი მათი ამოცანა და ნერვიულობა მხოლოდ იმაზე, რატომ ვერ მოახერხეს ეს და სამწუხარო ის არის, რომ არა მხოლოდ გარედავალების მიღები აგენტურა, არამედ გარეთ მათი პატრონები უფრო ნერვიულობენ ამაზე, რომ საქართველოში ეს ვერ მოახერხეს, იმიტომ რომ საქართველო არის ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამოკვეთილი ლიდერი დამოუკიდებლობის ხარისხით. ის რომ საქართველოში მიიღება ქართველი ხალხისა და ამ ქვეყნის შესახებ გადაწყვეტილებები, ეს ძალიან აწუხებთ გარეთ სხვადასხვა ჯგუფებს და შიგნით მათ ეთნიკურად ქართველ წარმომადგენლებს. მხოლოდ ეთნიკურად მათ არაფერი სხვა ქართული არ გააჩნიათ. მოგესალმებით, ბატონო მამკა მარიამ კოპალაიშვილი, ტელეკომპანია რუსთავი 2. მე მინდა გკითხოთ ევრობიუროკრატებზე და მათ მიმართ შემცირებულ ნდობაზე. ამაზე ხშირად საუბრობთ ხოლმე, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები, გუშინ პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება და თქვა, რომ აი ეს შემცირებული ნდობა ხალხის დამოკიდებულებაშიც კარგად ჩანს. ამბობთ იმასაც, რომ ხშირ შემთხვევაში ისინი ემტერებიან მაგალითად მოლდოვას და უკრაინას, წინააღმდეგ შემთხვევაში მინიმუმ კრიზისის დაძლევაში მაინც დაეხმარებოდნენ და გვესმის ხშირად რომ თქვენ არგუმენტს ამყარებს მაგალითად ევრობარომეტრის გამოკითხვაც. თქვენ იზიარებთ თუ არა ამ პათოს, რომ დროსთან ერთად მცირდება ნდობა ევრობიუროკრატების მიმართ და რა იწვევს ამ ყველაფერს? ხომ არ იწვევს მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები? დიახ, ევროპა და ევრობიუროკრატია არის აბსოლუტურად განსხვავებული რამ უკვე ქართველი ხალხისთვის, რომელმაც კარგად გაიაზრა, რასთან გვაქვს მიმდინარე პერიოდში საქმე. იმიტომ რომ ევროპა ყოველთვის იყო ქართველის გონებაში ღირსება, სიტყვის თავისუფლება, სამართლიანობა, ქრისტიანული ტრადიციული კულტურა და ევრობიუროკრატია აბსოლუტურად ამისგან განსხვავებულს გვაჩვენებს თავისი გადაწყვეტილებებით. და რაც უფრო დიდხანს იქნება ასეთი დამოკიდებულება ევრობიუროკრატების მხრიდან, მით უფრო მათ შორის სამწუხაროდ ამ ევროპის მიმართ პატივისცემასაც ყავლი გაზდის, ეს სამწუხაროა, ეს არ არის კარგი ამბავი. ოღონდ ევრობიუროკრატიის გამოისობით. ისევე როგორც მაგალითად საქართველოში რომ სააკაშვილის მმართველობა დიდი ხანი გაგრძელებული იყო, საქართველოს სინამდვილეში ვიღაცეების თქმით მხოლოდ იქნებოდა შუქურა დემოკრატიის და სინამდვილეში სასაკლაო ხდებოდა ნელ-ნელა ეს ვნახეთ. უდანაშაულო ადამიანების რა მნიშვნელობა აქვს ადამიანი როგორია სულ რომ დამნაშავე იყოს ამ ადამიანების სასაკლაო ხდებოდა და რაც უფრო დიდი ხანი იქნებოდა მათი მმართველობა მით უფრო გამძაფრდებოდა და მძაფრდებოდა დღითი დღეს ამბები ხო რაც უფრო მიწურულს უყენ თავიანთი მმართველობის მით უფრო სასტიკი იყო ის რეჟიმი ადამიანების და საკუთარი სამშობლოს მიმართ ხო და ვიღაცები ცდილობდნენ რომ ომთან მიმართებაში სხვა გადაწყვეტილებებთან მიმართებაში სააკაშვილი მისი რეჟიმი და საქართველოს ერთმანეთთან გაეგივებინათ დღესაც ვხედავთ ამას მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ევროპა და დღევანდელი ევრობიუროკრატია აბსოლუტურად აცდენილია ერთმანეთს ევროპული ღირებულებები არის სხვაგან ევრობიუროკრატიული გადაწყვეტილებები არის სხვაგან და არაფერი დღეს ევროპის მიმართ
დამოკიდებულებას ისე არ აზიანებს, როგორც ევროპული ბიუროკრატიების გადაწყვეტილებები. მოგესალმებით, საულმე გობრონიძე, ტელეკომპანია პოსტვი. მე მინდა გკითხოთ მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მიერ გაჟღერებულ მორიგ ბრალდებაზე. საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებენ კულტურული ძეგლის დანგრევაში, საუბარია რიყის დოქებზე. აი ამ საკითხთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ თქვათ? მე რა მახსოვს იცით ძალიან კარგად. ქუთაისის პარლამენტში ვიყავით ხოლმე და ალბათ ეს ვინც შედარებით ძველი, ყველანი ძალიან ახალგაზრდები ხართ, მაგრამ შედარებით ძველი ჟურნალისტები ბრძანდებით, გახსოვთ ალბათ მე-6 სართულზე 55 გრადუსს რომ აღწევდა იმ სანაქებო შენობაში სიცხე. გახსოვთ ხო ეს? ხო მიდასტურეთ. 55 გრადუსს და თუ არ შეასწრებდი რომელიმე კაბინეტში, რაც ცალკე კონდიციონირება იყო მე გაკეთებული, შეიძლება 5 წუთში ცოცხალი ვერ გადარჩენილიყავი. 55 გრადუსს არ ვაჭარბებ. გადაჭარბების გარეშე. იმაზე უარესი მდგომარეობა იყო. ერთი დოქები რატო არ ვიცი, უფრო გრაფინია თუ რაღაც. რა გააკეთე დოქი რატო? აი ვინმე მიცით? ამაზე არავის არ უკამათია, დოქი რატოა? აი ფორმით არის დოქი, ემით არის რითია, გეცინებათ გასაგებია, მაგრამ რითია დოქი. დაარქვეს დოქი გრაფინს, მე ვიღაც ახირება, ვიღაცის აპატივცემულოთ, ასე პირად რაღაცა ემოციებზე აწყობილი გადაწყვეტილება და რაც თავარია, ვერც ერთმა ინვესტორმა ვერ შეძლო, ვერც ერთმა ინვესტორმა ამ ეგრეთ წოდებული კულტურული ძეგლის ჭკუაზე მოყვანა, როგორც ჩვენთან ვიტყვით ხოლმე. კონდიციონირება და ესე იგი სისტემა, რომელიც ელემენტარულად რომ შეხვიდე შიგნით ამ შენობაში და გადარჩენის საშუალება რომ მოგეცეს, ჯდება გაცილებით ძვირი ვიდრე თავად ეს შენობა. გაცილებით ძვირი. შეუძლებელი გახდა რომ აი ყველა ვინც კი ოდნავ შეხებაში იყო ამ შენობასთან, ამბობდა რომ ჯერ ერთი უხარისხოდ ნაშენები, უხარისხოდ, მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალზე გათვლილი და მეორე შეუძლებელი იყო მასში რაიმეს განთავსება, ან ჭირდებოდა ორი იმდენის დახარჯვა, რომ გაგრილების სისტემა ნორმალურ კონდიციამდე მიიყვანათ. და მე რაც ვიცი, არ მგონია ვწდებოდე, მე პატრონები ვისი საკუთრებაც არის დღეს, მზად არიან მე უკაცრავად თუ მოვლენებს გავასწარი, შეიძლება მათ ამის განცხადებაც უნდათ, მაგრამ თქვენ კითხეთ და არ მგონია რომ უარყონ. მზად არიან, რომ კი არ დაანგრიონ, და არავინ ანგრიოს, დაშალონ და საჩუქრად გადასცენ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც სხვა ადგილზე მომდება მისი აწყობა. და ერთი ადამიანი არ ჩანს ჯერ ეს გავრცელებული ამბავია ასე თუ ისე. რომელიც ამის ბზაობას გამოხატავდა, იმიტომ რომ ზუსტად იცის ყველამ რა დაუждდება. ახლა კეთილი ინებო პატრონებმა ფული მიცენ, რომელიღაცა მათი ბიზნესმენი დააფინანსა და ორმაგირო დაუждდება, მე ხარჯები მოგვიყვნენ ერთი. რამდენად წარმატებულ პროექტს ახალ ჩაეყარა ოღონდ სხვა ადგილზე საფუძველი. ეს რა თქმა უნდა ცოტა ირონიულად უკაცრავად ამ ირონიისათვის, მაგრამ კიდევ ამბობ, როგორც მე ვიცი და ჩემთვის ცნობილია და არ უნდა ვწდებოდე, მზად არიან საჩუქრად დაშლილ მდგომარეობაში გადასცენ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გარისკავს და ამ ეგრეთ წოდებულ კულტურულ ძეგლს, ამ რაღაცას ოღონდ წაიღებს და აწყობს სადაც უნდა რომელიმე კერძო ტერიტორიაზე, იმიტომ რომ ორმაგი თუ სამმაგი ჯდება მისი ელემენტარულ კონდიციამდე მიყვანა. გამარჯობა, რუსუდან დუმაძე, ტვ1. ბატონ მამკა, შეერთებულ შტატებზე გკითხავთ ქართულ ოცნებას აქვს ბევრჯერ ნათქვამი, რომ თქვენ გსურთ ურთიერთობის აღდგენა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რომ ეს ურთიერთობები რაღაც ფორმით ნელ-ნელა მიდის ლოგიკურ დასასრულამდე, საუბრები გაქვთ და მიწვევაც მაკა ბოჭორიშვილის. თუმცა ვიდრე მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში იმყოფება, პრემიერ-მინისტრი შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს კელი დეგნანს ოფიციალურად პოლიტიკურ ტერორში სდებს ბრალს, მხოლოდ იმის გამო, რომ მან აგენტების შესახებ კანონის მიღებას დემოკრატიის შავი დღე უწოდა. აი ამ ფონზე როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ურთიერთობის აღდგენა სახელმწიფოსთან, რომლის ოფიციალურ დიპლომატიურ წარმომადგენელს თქვენ ტერორისტად აცხადებთ? ხომ არ მიიღებს ახალი ადმინისტრაციაც ამ ბრალდებას, როგორც თქვენს თავდასხმას ამერიკულ დიპლომატიურ კორპუსს? თქვენი კითხვა რას გავს იცით? ადამიანს დამნაშავედ აცხადებთ მხოლოდ იმის გამო, რომ ცემაში მოკლა მეორე ადამიანი. მხოლოდ იმის გამო, რას ქვია? გუშინ ჰქონდა ირაკლი ყობახიძეს და როცა პოლიტიკური ტერორი ახსენა კელი დეგნანთან დაკავშირებით, თქვა ეს არგუმენტი. მე მგონი ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ პასუხის გაცემას დავიწყებთ თუ არა, თქვენ უნდა უზრუნველყოთ ის, რომ მე დამაცადოთ.
არა, მხოლოდ იმის გამო თქვენი ტერმინია და მხოლოდ იმის გამო არის სპეკულაციური ტერმინი. უკაცრავად რომ შევნიშნოთ. რატომ არის მხოლოდ იმის გამო სპეკულაციური ტერმინი? ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მხოლოდ იმის გამო კი არა. ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯერ ერთი მინიშნებაც კი არ უნდა გააკეთოს ისეთი, რომელიც აშკარად გამოხატავს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. და მან უწოდა დემოკრატიის შავი დღე. დედას ხო არ შეიგინებოდა მხოლოდ იმის გამო, რას ქვია. უხერხულობას არ გექმნით ეს კითხვა თქვენ სტილში უნდა. ანუ თქვენი ტერმინები მხოლოდ იმის გამო, უხერხულობას არ გექმნით, ანუ რას აკეთებთ იმისათვის, რომ ნორმალიზება მოახდინოთ. ხალხი პირდაპირი გაგებით ლამის სემაზე გადმოვიდა. ოთახებში იყო მუჭების და ხელების ბრახუნი მაგიდებზე. ომის მოთხოვნით. და თქვენ მხოლოდ იმის გამო ამას ეძახით. ანუ მხოლოდ იმის გამო და მაშინ დავყოლოდით რაღაც ნებებს არ დავკონკრეტები ამ მოცემულ შემთხვევაში. და შეასრულიყავთ გვეომა და მე ვიძახებდით რომ ტრილიონებს მოგცემდნენ რამდენიმე მილიარდს სესხად და გაუბედურებული ეკონომიკა, დახოცილი ადამიანები, ეს გვექნებოდა. და ნიკა გვარამიასავით მე ტრილიონებს მოგცემდნენ და ვილაპარაკებდით რა კარგია რომ ხალხი დაგვეხოცა, მაგრამ ტრილიონებს მოგცემდნენ რამდენიმე მილიარდს ისიც სესხად და სისხლად გამოგვადენდნენ როგორც იტყვიან ხოლმე ჩვენთან ძალიან ხშირად ყველაზე მძაფრად რომ უნდათ გადმოცემა რაღაც მოვლენის. ხო და ამაზე ესე მხოლოდ იმის გამო დემოკრატიის შავი დღე ვინ ეკითხებოდა ანკელი დეგნას ან რომელიმე ელჩს თუნდაც ვინ ეკითხება რაღაცა კანონის შეფასებას დემოკრატიის შავ დღე დიახ წინა ადმინისტრაციის ხელმძღვანელები წარმომადგენლები წინა ადმინისტრაციის ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლები ასე უხეშად და ტერორიზმთან გათანაბრებული ფორმით ვერბალური ტერორიზმთან გათანაბრებული ფორმით ერეოდნენ საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს შიდა საქმეებში და მხოლოდ იმის გამო ამას ნუ ეძახით. ამაზე მეც ვერაფერს იზრდა. მაშინ უნდა მოსულიყო და დავებომბეთ და თქვენ ეძახით ახლა მხოლოდ იმის გამო. გავიმეორებ კითხვას. მაშინ, როდესაც მაკა ბოჭორიშვილი იმყოფებოდა ვაშინგტონში, ირაკლი კობახიძე ერთ-ერთ არხზე საუბრის დროს პოლიტიკურ ტერორში, ანუ ბევრი მოგვისმენია თქვენ. არა, თუ შეიძლება სხვა რაღაც გკითხეთ მე. ანუ თქვენ საუბრობთ კელი დეგნანზე დიდი ხანია და კელი დეგნანთან დაკავშირებით ბევრჯერ მოგვისმენია თქვენი ბრალდება, მაგრამ პოლიტიკურ ტერორიზმზე ხომ საუბრობენ ვაშინგტონში. პოლიტიკურ ტერორში ადანაშაულებს კელი დეგნანს და მიზეზად ასახელებს ამას. თუ პრობლემა არის მხოლოდში, მაშინ გეტყვით რომ ერთ-ერთი მიზეზი მაშინ ირაკლი კობახიძისთვის არის ის, რომ კელი დეგნანი შავ დღეს უწოდებდა აგენტების შესახებ კანონის მიღებას. კელი დეგნანი ვაშინგტონის მითითებით ხომ მოქმედებს ბატონო მამუკა. ურთიერთობის აღდგენა სახელმწიფოსთან, რომლის ოფიციალური წარმომადგენელი არის თქვენი მხრიდან. თუ ქვეყნის დედაქალაქის აღმნიშვნელ და მისი ხელმძღვანელობის ნების განმახორციელებელ ადგილად მოიხსენებთ ახლა. როცა ამბობენ ოფიციალური თბილისი, დედაქალაქს ნიშნავს, ახალგაზრდების გადაწყვეტილებაზე ლაპარაკობთ. ანუ ვაშინგტონის მითითებითო და რას ნიშნავს ვაშინგტონის მითითება, მითხრათ? სახელმწიფოს წარმომადგენელია, ამიტომ სახელმწიფოს ვინც მართავს, ის წინა ადმინისტრაცია ასე იქცეოდა, კი დასტურებთ, ასე იქცეოდა წინა ადმინისტრაცია ზუსტად. როგორც ირაკლი კობახიძე თქვა და გაგიმეორებთ თუგნება. და სხვა ელჩები სხვანაირად იქცევიან? რომელი ელჩები? ზოგადად დიპლომატიური კორპუსი როგორ მუშაობს? არა, ელჩებს დაავალებენ, ისე იქცევა ზუსტად, კი. და მაგას ვამბობ ზუსტად, რომ კელი დეგნანი კერძო პირი ხომ არ ყოფილა, რაც წინა ადმინისტრაციის დავალებით მოქმედებდა და ეს იყო პოლიტიკური ტერორი საქართველოს, დიახ. ანუ წინა ადმინისტრაციას ადანაშაულებს პოლიტიკურ ტერორს. კი, ადანაშაულებს პოლიტიკურ ტერორს ახორციელებდნენ საქართველოში, დიახ. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ამ სახელმწიფოსთან ურთიერთობის აღდგენა? რომლის წინა ადმინისტრაციაც პოლიტიკურ ტერორს ახორციელებდა? საქართველოსთან ურთიერთობა ვერ წარმოუდგენიათ იმ ადამიანებს, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ ქუჩაში კლავდნენ სააკაშვილის რეჟიმის დროს ადამიანებს, რისი თქმა გინდათ? რისი თქმა მინდა და მაინტერესებს თქვენ ასე მიჯნავთ ერთმანეთს წინა ადმინისტრაციას და ახალს ისე, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იდეოლოგიური განსხვავება არის, სტრატეგიული პარტნიორობაც ასე განსხვავდება. დიახ, ასე მიჯნავ. ფიქრობთ, რომ ახალი ადმინისტრაცია არ მიიჩნევს ამას ბრალდებას დიპლომატიურ კორპუსზე, ამერიკულ დიპლომატიურ კორპუსზე. აი თუ კი ასე კაფიოდ განსხვავებულები არიან, რატომ არ არის გადადგმული რაიმე სხვა ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ახლოსაა, აღდგენა ახლოსაა. მაგალითად, თქვენ წინა ადმინისტრაციასთან გქონდათ პრეტენზიები, მათ შორის უკმაყოფილება იმაზე, რომ დაასანქცირეს კონკრეტული პირები და თქვენი პარტიის ლიდერიც. ეს სანქციები არსად არ გამქრალა. თუ ასეთი რადიკალური სხვაობაა მათ შორის, რატომ არის ეს სანქციები მაშინ ისევ ძალაში? რამდენი წამი მექნება საპასუხოდ, რომ არ ჩამერევით? მიპასუხეთ.
აუცილებლად გიპასუხებთ. 60 წამი მინიმუმ მექნება? ძალიან კარგი. ნახეთ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნორმალიზებას და არა იმაზე, რომ ყველაფერი კარგად არის. და როდესაც ვსაუბრობთ deep state-ზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არაფორმალური გავლენების მოქმედებებზე, მათ შორის ადმინისტრაციებთან მიმართებაში, მათ შორის საკუთრივ და კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან მიმართებით, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ და არ მოვრიდები ვართ, რომ გავლენა არაფორმალური deep state-ის და ასე სხვა ჯგუფების კვლავ ვიფიქრებთ, რომ ძალაშია, შეიძლება ნაკლებად, მაგრამ მაინც თუ ეს ხარვეზები ქვეყნებს შორის ურთიერთობაში მათი მხრიდან არ გამოსწორდება. ჩვენ ამას ვამბობთ, არ მოვრიდები ვართ. და ახლა თქვენი კითხვიდან ისე ჩანს თითქოს რაღაც ერთი ადმინისტრაცია გასაგებიაო, თუდად მოქმედებდა, მაგრამ ახლა რომ კარგი ადმინისტრაცია და რომ მოგწონთო, ეს რატო არ ცulis რადიკალურადო. მოწონება არ მოწონება, ეს პოლიტიკურ გემოვნებაზე კი არ არის, არის მხოლოდ იმაზე, რამდენად გათავისუფლდება კონკრეტული მიმართულების ახალი ადმინისტრაციის ადამიანების მოქმედება ძველი იმ გავლენებისგან, რომლებიც იწოდებოდა თავად ტრამპის მიერ deep state-ის გავლენებად. აი მასია საქმე ძალიან მოკლედ და მე მგონი ადვილად გასაგებია და ასევე დავამატებ ერთ რამეს. თქვენ მე არ მინდა შესაძლებლობა გავუშვა და მეშინი არ გადახვიდეთ სხვასთან და თქვენთან პასუხის საშუალება არ დამეკარგოს. რატომ არ უკვე 3-4 კითხვა დაგაცადეთ და მაინტერესებდა რუსულ კამერებზე დამელაპარაკებოდით თუ არა, რომელზეც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეთ წინა ბრიფინგის დროს. რუსული კამერები წინაზე მოსკოვიდან ყიდულობთო და მე რო გითხართ ყველა შესყიდვაზე ხელს ვაწერ და უჩემოთ არც ერთი არ გადის მეთქი და შემდეგი ბრიფინგისთვის დავადგენ დეტალებს და გიპასუხებთ ის აღარ გაინტერესებთ? იმიტომ რომ ადამიანების ტვინში დაილექა რუსული კამერები და გავიარეთ ის თემა. გაინტერესებთ გაქვთ კითხვა დღეს? თუ გაქვთ თქვენ მე პასუხი მაქვს, მაგრამ კითხვა სიახლესთან დაკავშირებით კითხვა ხო არა გაქვთ? არ დაინტერესებთ? მე მაშინ კითხვას ვისვამდით გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალებზე. გავიგე. და თქვენ არ გაგიშტათ შეკითხვა? და ეხა მე რო გეტყვით, ჩაუღრმავდებით მაგ თემას? მაშინ მივიღე, რომ რუსული კამერები რუსული პროგრამიდან არ არის შესყიდული და თქვენ არ ვიცი მეთქი. წარმოუდგენელია ჩემთვის, ყველა შესყიდვაზე ხელს ვაწერე და მეორე ბრიფინგზე გაგირკვევთ და მოგახსენებთ, დაახლოებით ეგეთი პასუხი. გაგირკვიეთ. გითხრათ? მიპასუხეთ, მაგრამ თქვენ ორი რამე თქვით. ახსენეთ კამერები და ახსენეთ რუსული ფირმისგან შესყიდული კამერები. პირველი, ტყუილია ეს რომ კამერებზეა საქმე. არის პროგრამაზე და მის უზრუნველყოფაზე, განახლებად უზრუნველყოფაზე ეს ერთი და მეორე ეს შესყიდვა ახლაც გჭირდება განახლება, ახლაც გჭირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს და ხორციელდება თურქეთიდან. წინა პერიოდშიც იყო ასე. ანუ ეს უბრალოდ რაღაცა კითხვის სახით ჩააგდეთ არასწორი ინფორმაცია, დაილექა ადამიანების ტვინში, დღეს საერთოდ მე ვარ გამეხსენებული კითხვასაც არ დამისვავთ და რუსული კამერა, რუსულ მე გითხარით ღრმა სიბერეში და გისურვებთ ასეთი იყოს მეთქი რომ ღრმა სიბერეს და ბედნიერ სიბერეს გისურვებთ თქო, რუსული მოგელანდება თქო და ამაზე კითხვა ამის მიუხედავად თქვენ არ დამისვით. და ამიტომ ტყუილი იყო კამერა, საუბარი იყო პროგრამაზე და პროგრამულ უზრუნველყოფაზე, განახლებად პროგრამულ უზრუნველყოფაზე და არის თურქულ კომპანიაზე საუბარი. ამიტომ ასეთ კითხვებს სანამ დასვამთ, აუცილებლად იფიქრეთ, რომ მე იქნება თუ სხვა, აუცილებლად გამხელთ ხოლმე ასეთ სპეკულაციურ კითხვებს. მივესალმები ბატონ მამუკა, რომ ამ დიდი თემას მადლობა რომ მიესალმეთ. აუცილებლად მე მიყვები ყველა თემას. ვისვამდით საგამოძიებო მასალაზე დაყრდნობით და ჰაერიდან არ მომიტანია არც რუსული და არც კამერები, რა თქმა უნდა. მე რა კითხვას დავისვით თქვენ ერთმანეთს აწვდით არგია რომ მოიძიეთ ინფორმაცია და გაგვაცხადოთ. ხან ერთი რომელიღაცა ნაცური მედია საშუალება რაღაცას გამოიძიებს თვითონ, მეორე იმას აბრალებთ, მეორე გამოიძიებს თვითონ რაღაცას მე ის პირველს აბრალებს და ხართას და იძახით რუსული ოღონდ ტყუილებს. ალგორითმ watch-ი. მე გასლაბარაკო. დიახ. მეგონა რომ ასეთი ერთი კითხვა და ამერიკას მინდა რომ მივუყო. ვინ არის ამის უკან? საერთაშორისო ორგანიზაცია. ალგორითმის უკან ვინ არის? თქვენ იცით ეს ორგანიზაცია? არა, ვინ არის? მაგას კიდე შემდეგი ბრიფინგისთვის გაგირკვევთ დეტალურად. კაც, შემდეგ და ყოველ შემდეგ ბრიფინგზე გამხელთ თითო ტყუილში. ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ მე არ ვსვამდი ამ კითხვას. იყო საგამოძიებო მასალა, რომელზეც მე ალგორითმში თქვენი ის რა ქვია, შაბათის შოუ თუ რა ქვია? ნებისმიერ მასალაზე როცა გადაცემას დაყრდნობით რაღაცას იტყვის. ეს ერთმანეთზე დაყრდნობით ილაპარაკეთ ხოლმე ტყუილები და მე პასუხი არ აგოთ არც ერთმა. არა, პასუხი თქვენ შეგიძლიათ მიპასუხეთ კიდეც და ახლა კარგია რომ დარწმუნებული ვარ ბოლომდე გავუშვით ამ ჩვენ დისკუსიას. ბატონო მამუკა. ყალებში რა თქმა უნდა.
იცით რა კითხვა დამრჩა, როცა ვაშინგტონში არის მაკა ბოჭორიშვილი, პოლიტიკური ტერორიზმის წინააღმდეგ არის მინისტერიალი და თქვენ პარალელურად ასევე ამბობთ, რომ შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია პოლიტიკურ ტერორში იყო ჩართული, აი ხომ არა წინააღმდეგება ეს წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის, რომ პოლიტიკურ ტერორიზმს თქვენ და შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის წინააღმდეგ ერთად ებრძვით? არა. რა ლოგიკაში იჭდება? აი იმ ლოგიკაში რაც უკვე წინაზე აღიქცენ. და რატომ მიგაჩნიათ რომ აი მაგალითად პარტნიორების კრიტიკა თუნდაც კელიდან რა გინდა ჩვენ და ამერიკელებს გადაკიდება გინდა თუ რა? არა, მე მაინტერესებს. არა, თქვენ ადანაშაულებს ცუდიაოთ. მე გეუბნებით არ არის პრობლემა მართლა. თქვენ გინდა თუ არა არისო და უნდა გაგიფუჭდეთ ამის გამო ურთიერთობებიო და ეს უკვე მტრობაში გადადის. თქვენ ამბობთ რომ ჩვენ რას თქვით და რასაც ლაპარაკობთ. მე ადანაშაულებთ ახლა მტრობაში. კითხვას გისვამთ როგორ ალაგებთ ბატონო მამუკა. რატო რა? ძალიან ხმამაღალ ბრალდებებს აიღებთ და კითხვის დასმა მტრობა არ არის. მაღალი ბრალდება რომელია? არა, უკაცრავად მტრობა არ არის კითხვის დასმა. პირველივე კითხვა კითხვის დასმა კი არ არის მტრობა. გახმოვანებული აზრია თქვენ კითხვებთან ერთად საკუთარი არგუმენტები მოგყავთ როგორც მოსაზრება. და ეს მოსაზრება ჩემი აზრით არის მტრული გამოხატვა, რომელი და ახლა ვეკითხვით. თქვენ ახლა უკვე მესამედ მოატრიალეთ ეს კითხვა და ცდილობთ წარმოაჩინოთ და თუ ასე არ არის უკაცრავად საზოგადოებასთან, მაგრამ საბოდიშო რო არ მექნება საზოგადოება განსაზღვრავს თვითონ. მესამე მოტრიალებაზე ცდილობთ, რომ ჩვენი შეფასება წინა ადმინისტრაციის დავალებით მოქმედი ელჩის მიმართ მის მართლაც ვერბალურ ტერორიზმზე, პოლიტიკურ ტერორიზმზე წარმოაჩინოთ როგორც პრობლემა დღევანდელ ქართულ და ამერიკულ ხელისუფლებებს შორის, რაც არის მტრობა, როდესაც ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ნორმალიზების საქმეში, ურთიერთობის ნორმალიზების საქმეში, თქვენ ცდილობთ TV პირველი ცდილობს თქვენ ახლა პერსონალურად კი როგორც კელი დეგნანი მოქმედებდა ვიღაც დავალებით, თქვენს მოქმედებთ ვიღაც დავალებით. TV პირველი სხვისი გარე დავალებით, თქვენ TV პირველის დავალებით. ეს არის ლოგიკური მტრული ჯაჭვი. და რომელ მტრობაშიც იგულისხმება ის, რომ დღევანდელი ადმინისტრაციების ორი ქვეყნის სიტუაციის დაძაბვას ცდილობთ ამ კითხვით. საელჩოს დაძაბვას, ამერიკელების დაძაბვას და ასე შემდეგ და სინამდვილეში მეგეუბნებით, რომ საერთოდ არ არის პრობლემა, თავად ეძახდა Deep State-ის გავლენის ქვეშ ყოფ ორგანიზაციას, წინა ადმინისტრაციას ტრამპი. და იგივე რელსებზე მოსაზრების განვითარება ვერ იქნება პრობლემა ორ სახელმწიფოს შორის. რაც თქვენ გინდათ ასე წარმოაჩინოთ, რაც თავის მხრივ არის ჩემი აზრით მტრული დამოკიდებულება. ბატონო მამუკა, მე კითხვა ზუსტად იმაზე მქონდა, როგორ დაალაგდება და პრობლემა ხომ არ არის. ანუ ზუსტად ეს მქონდა კითხვა და კითხვის დასმა მტრობა არ არის, ეს ერთი. კითხვის დასმა კი არის მტრობა. კითხვაში მტრული მოსაზრების სპეციალურად გახმოვანება არის. კითხვის დასმას მოეძახით ამას. თქვენ პირველად რომ დამისვით შეკითხვა მიიღეთ პასუხი, ბოდიში მიიღეთ პასუხი ამასთან დაკავშირებით, მე ორჯერ მოატრიალეთ, რომ რამენაირად გამოიყვანოთ, რომ ეს არის პრობლემა ორ სახელმწიფოს შორის. არ არის პრობლემა, ერთხელ გითხარით. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ არ არის პრობლემა. არგუმენტები მოისმინეთ სამჯერ, მიუხედავად ამისა ატრიალებთ კითხვას, იმიტომ რომ გინდათ დაძაბოთ ურთიერთობები საქართველოს-ამერიკას შორის. პირდაპირ გადანაშაულს. დიახ, თქვენ. პერსონალურადაც შეიძლება გქონდეთ ამის ინტერესი, იმიტომ რომ დავალება გქონდეთ ასეთ სამსახურიდან. კარგი. როგორ ეხა ამ კითხვაზე რატო კამათობთ? ეხა რატო უკამათობთ ამ კითხვაზე? იმიტომ რომ მესამე შემოატრიალეთ და მაინც იმიტომ რომ თქვენ ტრობაში მადანაშაულებთ და მე არ მივიღებ არც ამ ბრალდებას. როგორ არ მიიღებთ, კაცო, მიიღებთ. თქვენზე კი არ არის მიიღებთ თუ არა? თქვენზე მიიღებთ თუ არა? თქვენზე არ არის მიიღებთ თუ არა? საზოგადოების თვალში მისაღები იქნება თუ არა? ჩემი ეს პოზიცია. ხომ არ ქმნით პრობლემას? ჩემი ეს პოზიცია. როცა ვაშინგტონში არის ministri ჩასული, საუბრობთ რომ ურთიერთობები ლაგდება და ამ სახელმწიფოს წარმომადგენელს ტერორიზმში თქვენი აზრი მითხარით, ხო გაქვთ საკუთარი აზრი? ეს პრობლემა არის თუ არა? ხომ არ შექმნის? მოდი ეხა გადავწყვიტოთ. არავისთვის არ არის, არც საზოგადოებისთვის პრობლემა არის თუ არა? ჩემი აზრი არ არის საინტერესო. არა, ძალიან საინტერესოა. არა, საერთოდ არ ამ არის. დისკუსიის ფონზე. როგორ კაცო აზრებს გამოთქვათ, კითხვას არ სვათ ფაქტიურად და ეხლა არ არის საინტერესო? აგრეთვე 10 წუთია უკვე აფრქვევთ აზრებს. კითხვა არ დაგისვამთ. უსაგნოდ დავობთ ახლა მათ ბატონო. არა, უსაგნო არ არის. საქართველოს ამერიკის ურთიერთობების ნორმალიზება თუ პირიქით ეს უსაგნობა თუ არის თქვენი აზრით, მაშინ მე ცოტა სხვა წარმოდგენს ვარ ამ ყველაფერს. არა, usagno dava, ეხლა მე ჩემი აზრი ვინმე რამეზე გამოთქვა. სულ თქვენ აზრებს გამოთქვამ და როცა მე მიგიწევთ მაშინ არ აკეთებ. დაკავშირებით თუ შეიძლება კითხვას დავსვამ, როცა თქვენ ამბობთ რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რა მოხდება იმისთვის რომ დაალაგდეს ურთიერთობა. ერთის მხრივ ჩვენ ვხედავთ დელეგაციები იყვნენ თბილისში, თქვენ გქონდათ საუბრები, შინაარსი არ არის ცნობილი, თუმცა რა კონკრეტული საკითხებია, რისი გადაჭრაც ახლა ან ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს ევალება თუ ინტერესშია.
რომ ეს ურთიერთობები აღდგეს ისე, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს. აი ეს უკვე ხასიათისთვისება ბოდიში გიხდით რა ამისთვის, მაგრამ ევალება სიტყვას მე არ გამოვიყენებდი თქვენად. რატო არ გამოვიყენებდი? მე კი არ გისწორებთ კაცო. არაფერი არ დაევალება და ვეღარ დაევალება საქართველოს. ვერასდროს, როგორც თქვენ გინდათ, ვერ დაევალება საქართველოს ვერაფერი. მაგრამ კონკრეტული მათი მოსაზრებების გათვალისწინებას თუ იქნება ლაპარაკი, ამ შემთხვევაში ჩვენ ყურადღებით ყოველთვის ასე ვაკეთებდით და ახლაც გავაგრძელებთ, რომ ყურადღებით მოვისმენთ მათ მოსაზრებებს ჩვენი ქვეყნის შესახებ, მაგრამ გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენ. აი ეს არის მთავარი განსხვავება იმ ხალხის და ჩვენი, ვინც ერთი მხრივ თქვენ დავალებებს გაძლევთ და ვინც ჩვენ გვაძლევს დავალებებს. ეს არის ქართველი ხალხი. ჩვენ ქართველი ხალხი გვაძლევს დავალებებს. ერთადერთი, ვინც შეიძლება რამე დაგავალოს, არის შენი ხალხი, შენი სამშობლო და შენი ხალხი. როგორც კი გარედან მიიღებ დავალებას, იმ წუთში სიტყვა დავალება ნორმად იქცევა, კითხვაშიც გამოჩნდება, პოზიციაშიც გამოჩნდება და ასე შემდეგ. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას, დიახ ვისაუბრეთ, თქვენ მთხოვთ ახლა მე რომ დახურული შეხვედრიდან ამბები გამოვიტანო, რასაც მე სამწუხაროდ ვერ გავაკეთებ, შეიძლება საბედნიეროდაც ვერ და არ გავაკეთებ, ჩვენ მქონდა ბევრი საუბარი ამასთან დაკავშირებით, მათაც ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული და მე ძალიან ბედნიერი ვარ ამით და მოხარული ვარ, რომ იგივე შეხვედრებზე ერთი დეტალი მათ შორის ბევრი და რაც შეიძლება გამოვიტანო ის არის, რომ ისინი არ საუბრობენ წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან, სხვათა შორის განსხვავებით, დავალების კონტექსტში იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელებს და წევრებს რომ ეждენ პარლამენტში ეს კანონი ასე მიიღო და ეს კანონი ასე მიიღო და სასამართლოში წარმომადგენლები რომ ეждათ, ესეთი არ ხდება, ეს არის ერთი ძალიან დიდი საქმე. ყველაფერს დავით, აი ინდიკაცია შეგვიძლია გააკეთოთ კონკრეტული გადაწყვეტილებებიდან, ვინ გაბედავს დღეს, რომელი ქვეყანა, ვინ უნდა იყოს, რომ სასამართლოში, პარლამენტში, სხვა ადგილებში თავის წარმომადგენელი დასვას, რომელიც მიუთითებს ეს კანონი ასე დაწერეთ, ის კანონი ისე დაწერეთო და ეს ჩვენ დროსაც კი ხდებოდა. ჩვენ ვიღებთ თუ არ ვიღებთ და როგორ ჩხუბობდით ამაზე, ეს მეორე საკითხია, მაგრამ წინა ხელისუფლების პერიოდში, თქვენი დავალებების მომცემების პერიოდში, ეს ნორმა კი არ იყო. არავინ ეკამათებოდა ამას და ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც არ გადაიხედებოდა. ეს კი არა, ისიც დამთავრდა ჩარევა ელემენტარული რომ იყო უზრუნველყოფილი და რაღაცების გათვალისწინება რომ გვიწევდა. გახსოვთ თქვენ ეს პერიოდი ძალიან კარგად და დღეს მე პირადად ერთი ადამიანი საქართველოს მოქალაქე, ამავე დროს პოლიტიკოსი, რომელსაც რაღაც გადაწყვეტილებებზე ხელი მიმიწვდება. ბედნიერი ვარ იმით, სხვა რომ არაფერი გავაკეთო, სხვა აბსოლუტურად. ბედნიერი ვარ იმით, რომ საქართველოს შესახებ საქართველოში მიიღება გადაწყვეტილება და ვერავინ კადრულობს იმას და ვერც ვეღარავინ იკადრებს. თუ ასე გაგრძელდა ეხლა თქვენები თუ მოვიდნენ ხელისუფლებაში, მე ამას იკადრებენ კიდე ჩახუცავენ 100-ჯერ მეთხე იმას ხალხს ქუჩაში, რომ გადაწყვეტილებებში ჩაერიოს. ამას აღნიშნავენ ეს ადამიანები და ამას უწოდებ მე ერთ ბედნიერებას, რაც არ უნდა გადაჭარბებულად და უტრირულად მოგიჩვენოთ ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე მე დახურული შეხვედრიდან ამბებს ვერ გამოვიტან, ეს ერთი დეტალი გამოვიტანე, რაც გონია რომ ქართველს თავის სამშობლოზე მოფიქრალს უნდა გაუხარდეს აუცილებლად და მეორე ბურთი მართლაც არის ამერიკელების მოედანზე. იმიტომ რომ არც მაშინ სხვათა შორის სტრატეგიულ პარტნიორებს ვეძახდით ერთმანეთს, არც უვიზო მიმოსვლა გქონდა, არც პირდაპირი ფრენები გქონდა და საერთოდ საკითხი, რომელიც აღმნიშვნელია სიტყვის იქით, ვერბალური გამოხატულების იქით სტრატეგიული პარტნიორებს არ არსებობდა ამ ქვეყანაში. არ წინა ხელისუფლების დროს, არ ჩვენ დროს, არავის დროს. არ ყოფილა, ხო არ გახსოვთ რომელიმე ერთი დღე, როცა უვიზო მიმოსვლა იყო, როდესაც ის კი არა მეზობელ ქვეყნებს გაცილებით მეტი მაჩვენებელი ჰქონდათ ვიზით გაშვების ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასე შემდეგ. ეს იყო მხოლოდ სიტყვის სტრატეგიული პარტნიორობა და საქმით ეს არ ჩადა. ჩვენ ამაზე ვლაპარაკებთ, რასაც ახლა მე ვლაპარაკობ. ამას კიდევ უფრო მეტ დეტალში ჩაღრმავებულად ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემი ვიზიტის დროსაც საკმაოდ მაღალი რანგის და ალბათ უკვე იმედია გაიგეთ და კიდევ არ გონიათ რომ ტულსი გავარცხლებოდი მაშინ. იქიდან დაწყებული, გაგრძელებული ყველა შემდეგი შეხვედრა ამაზე მიდის, ამაზე საუბრით იწყება და ამაზე საუბრით თავდება. ახლა გადაწყვეტილებები არის მათ მოედანზე, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ უკვე იმისათვის, რომ დაგვერწმუნებინა ჩვენი ამერიკელი კოლეგები, რომ ეს არის გარდაუვალ. ადრე თუ გვიან საქართველოს და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეძლოს სიტუაციის ნორმალიზება, ის სულელური და აბსოლუტურად აი უსაგნო თუ კი რამეა, ის არის გადაწყვეტილებების გაუქმება, რაც მიიღო წინა ადმინისტრაციამ და იმ ვერბალურ ტერორზე და პოლიტიკურ ტერორზე საერთოდ ფიქრი აღარ უნდა იყოს ამ ორ ქვეყანას შორის, რომელსაც ისინი ახორციელებდნენ წინა ადმინისტრაციის პერიოდში.
ერთ თემაზე გადავალ. ბოლოს მე მგონი მარტის თვეში საქართველოში ამერიკული დელეგაცია რომ იმყოფებოდა, შემდგომ მათ გამოაქვეყნეს შემაჯამებელი განცხადება და იქ საუბარია ოპოზიციის ჩართულობაზე პოლიტიკურ პროცესში. პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სარჩელი არსებობს. გუშინ კობახიძე ამბობდა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სარჩელია. სავარაუდოდ საკონსტიტუციაში დაიწყება მას შემდეგ, რაც საქალაქოში დასრულდება პოლიტიკოსების საქმე. როგორ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ 28 წლის არჩევნები ამ პარტიების გარეშე თუ რა განაპირობებს შესაძლოა მოდი ცოტა წინ გავიხედოთ და ზუსტად ვიცი ერთი რამ და შეუძლებელია ნორმალურად მოფიქრალი ადამიანი ამას არ დაეთანხმოს. ნაცმოძრაობა პირველი ლოგიკური ჯაჭვი არსებობს, ხო? ახლა დედუქცია ინდუქციაზე არ ვლაპარაკობ. ლოგიკური ელემენტარული მარტივი ჯაჭვი არსებობს. ნაცმოძრაობა არის თუ არა დანაშაულებრივი ორგანიზაცია და არა პარტია. თუ კი, თქვენს გარდა ოთაშორის მეგონი ყველა. თუ კი, მაშინ დანაშაულებრივი ორგანიზაცია არ შეიძლება იყოს პრეტენდენტი, თუნდაც თეორიული აწუყვე ქვეყნის მმართველობის. არც მისი დანაყოფები არ შეიძლება იყვნენ. და შესაბამისად ამისა, პარტიების აკრძალვა არის ამ ლოგიკის გაგრძელება და სანამ საქართველოში დამოუკიდებლად მოქმედი ადამიანები, პოლიტიკური ორგანიზაციები არ აიღებენ პირველ რიგში ხელში ოპოზიციონერობას და დღეს ეს მითვისებული აქვს ეს ნიშა აგენტურას და ოპოზიცია არ არსებობს გარდა იმ რომელსაც თქვენ და ოპოზიცია საერთოდ არც აღიარებ რამდენიმე პატარა პარტიისა რომლებიც ნელ-ნელა ვითარდებიან მაგრამ დაჯერება საზოგადოებას გასაგებია რაღაც ჩვენგან გასული ადამიანების ოპოზიციონერების დაჯერება უჭირთ გავიგე ეს მარტივია და მათი ოპონირებაც არ არის ისე მწვავე და საგნობრივი ოპონირება დღეს ქვეყანაში არავის აინტერესებს მათი შექმნილი დღის წესრიგიდან გამომდინარე დანარჩენი ეს ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი არ არის ოპოზიცია არ არის პარტია არც ერთი ეს არის დანაშაულებრივი აგენტურული ორგანიზაციები რომელსაც უნდა აიგრძალოს ამის საწინააღმდეგო ნორმალურად მოფიქრალ ადამიანს არაფერი უნდა ქონდეს ეს ერთი და მეორე კიდევ ერთხელ გავიმარებ სანამ ჯანსაღი ოპოზიციური ძალა არ შეიქმნება ჯერ ხელისუფლებაში რომ მოვიდეს ჯერ უნდა შეიქმნას ოპოზიციური ძალა ოპოზიციური ძალა არ არსებობს ჯერ რომელსაც აქვს რაღაც ძალა რომ ხვალ პრეტენდენტი გახდეს ხელისუფლებაში მოსვლის ხო მანამ ჩვენ ქვეყანაში გვექნება სერიოზული პრობლემა ჯერ ოპოზიციის და მერე ხელისუფლების ჩამონაცვლებელი რეალური ქართული ძალის უცხო ქვეყნის ძალებმა აგენტურამ ხელისუფლება არასდროს უნდა ჩაანაცვლოს ეს არის მოცემულობა რაც არის ლოგიკური ჯაჭვის ბოლო რომელ ლოგიკურ ჯაჭვის პირველი ის არის რომ ნაცმოძრაობა დანაშაულებრივი ორგანიზაცია თქვენი აზრით ეს ვითარებას უფრო მეტად გაუმჯობესებს პოლიტიკურ ვითარებას ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ ურთიერთობების განახლებას თუ პირიქით ამ ადამიანებმა ამ პარტიებმა მიიღეს მონაწილეობა გასულ არჩევნებშიც მათ ყავთ საკუთარი ამომრჩეველი და თუ ყველას გააუქმებთ რა მოხდება როგორ დამშვიდდება სიტუაცია ეს კრიზისი ცოტა ზედმეტი შეიძლება იყოს მაგრამ გელასამხარაული ერთხელ მიფრინავდა ჩვენი კოლეგა იცნობთ ხო პარიზში და 3 საათნახევრის მერე ვიღაც ხალმა ხელი დაადო და უკაცრავთო ჩემ ადგილზე ზიხართო და თქვენ ახლა მოვბრძანდითო ქალბატონო ამას მაგონებს თქვენი კითხვა არ მისმენდით ესე იგი რაც ვილაპარაკე როგორ განვითარდება პოლიტიკური მოვლენები და ისე როგორც წინა კითხვაში გიპასუხეთ კარგ შემთხვევაში ისე და ცუდ შემთხვევაში ისე როგორც თქვენ გინდათ და ღმერთმა დაგვიფაროს